მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-სა და 5-ზე. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მაუწყებლობას რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. დღეს 23 თებერვალია, 14 საათი და 12 წუთი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, მასთან ერთად ვილაპარაკებთ თებერვალზე, საუკუნის წინანდელ თებერვალზე და მიმდინარე პერიოდის თებერვალზე, რომელიც არის ძალიან ისეთი გამორჩეული თვე აღმოჩნდა და იწვევს არაერთ ბატალიას დაპირისპირებას ასთა სხვადასხვაობას, რომელიც ძირითადი მიზეზიც პირდაპირ შეიძლება ითქვას არის ისტორიის ინსტრუმენტალიზება, უკვე თანდათანობით ისტორიამ, როგორც პირუთვნელმა, როგორც მიუკერძოებელმა დარგმა რაღაცნაირად გადაინაცვლა ჩრდილში, არის ალბათ ყველაზე ისეთი ჩუმი და პატიოსანი ისტორიკოსების კვლევის საგანი და ესეთ დრამატულ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება 23 თებერვალს, რომელიც საბჭოთა კავშირში აღინიშნებოდა როგორც წითელი არმიის დღე და დღეს რუსეთის ფედერაციამ შეცვალა და დაარქვა ამას სამშობლოს დამცველის დღე, რომელიც იყო კოჯეროში იუნკრების ხსენების დღე არის ეს ჩვენთვის. შემდეგ ეს არის 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღე. ეს ყველაფერი თანდათანობით უფრო და უფრო მეტად ყოველწლიურად მოითხრობა გარკვეულ იდეოლოგიზირებულ ჭრილში, გამომდინარე იქიდან ამა თუ იმ საჯარო ფიგურას, სპიკერს თუ პერსონას რა პოლიტიკური დღესწესრიგი გააჩნია. თებერვლისთვის აქტუალობას ცხადია განაპირობებს უფრო მეტად სწორედ ის თუ რაც ხდება უკრაინაში, უკვე ხვალ შესრულდება 4 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ჩვენ ხედავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად იგივენაირად დამანგრეველ ომს და საქართველოსაც ზუსტად პრაქტიკულად იგივენაირად აისახება ეს ვითარება. აი ამ ჭრილში კიდევ უფრო საინტერესოა მთელი ეს მოვლენები. ჩვენ ალბათ გვერდს ვერ აუვლით იმ ამბებს, თქვათ რა და როგორ მოხდა 1921 წლის თებერვალში, თუმცა შევეცდებით, რომ გავიხსენოთ ეს პერიოდი უფრო დიდი ჭრილში და შევაფასოთ რა ვითარებაში იმყოფებოდა საქართველოს, ეს იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველოს 1921 წელს, ეს ხანმოკლე დამოუკიდებლობა, რომელიც ისტორიაში გარკვეული შეაძლებლობის ფანჯრის განხსნამ გვარგუნა რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რა შეიცვალა შემდეგ საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრების დროს და დღევანდელი გადასახედიდან როგორც ჩანს წარსული და რა არის ის მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დღეს უნდა გავუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საზოგადოების რაღაც მცირე, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც იძახის, რომ რას ლაპარაკობთ, ეხლაც ყველაფერი ზუსტად იგივენაირად ხდება. ბატონ სიმონ, აი თავარი ალბათ არაერთხელ გვილაპარაკია თქვენს მით უმეტეს არაერთხელ გიკვლევიათ და ალბათ ძალიან ბევრი თქმა შეიძლება იმაზე თუ რა მოხდა მაშინ 1921 წელს, მაგრამ როგორ ჩანს ეს დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელმა თაობამ რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს იმ პერიოდიდან, იმ 25 თებერვლიდან, იმ 23 თებერვლიდან, იმისათვის რომ ეს ჩვენ გამოგვადგეს ჩვენ. რა არის ისტორიის მთავარი გაკვეთილი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისწავლოთ დღეს აწმოში? პირველ რიგში ისტორიიდან უნდა ვისაუბროთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ თვითმიზნად არ უნდა გავიხადოთ ის, რომ რაღაცა შევადაროთ და ფაქტს მივაწეროთ თქვენ ექსორი თქვით ისეთი რაღაცები, რაც არ ყოფილა. 1921 წლის საქართველოს შედარება, 1991-2026 წლის საქართველოსთან ეს არის აბსოლუტური სისულელე. და არც ერთი პარამეტრით არ ემთხვევა ის საქართველო ამ საქართველოს. და ძალიან მოკლედ ჩამოთვლი განმასხვავებელ მხარეებს და ასე შემდეგ. პირველი, იმ დროინდელ საქართველოს ჰქონდა გრანდიოზული ეკონომიკური პოტენციალი, იმ დროინდელი მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რატო? მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანგანუმის მადანი არადა მოგეხსენებათ, ეს არის ტექნოლოგიური რევოლუცია, სულ რაღაც 100 წელიც არ არის, რაც დაწყებულია და ფოლადის წარმოებაში მანგანუმის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ და მერე აღმოჩნდა სხვა საბადოები. იმ პერიოდში ეს ერთ-ერთი დომინანტი იყო მსოფლიოში. მსოფლიო ნავთობის უდიდესი პროცენტი მაშინ მოიპოვებოდა ბაქოში და ერთადერთი ნავთობსადენი, რომელიც აწვდიდა მთელს დასავლეთს და რუსეთი ყიდიდა აი ამ ნავთობსადენით ამ სიმდიდრეს, ეს იყო ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი და კოლოსალური შემოსავალი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს პორტებს იმ პერიოდში შესაბამისად. მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ფოთში იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი
საბანკო ცენტრი იმ პერიოდის აი ჩინეთის ხაზზე მაგალითად ევროპულ ჩინური დამაკავშირებელი სოფლიოს 3 ტელეგრაფიდან აბა ხა მაშინ მობილური არ არსებობდა და სხვა რამ ხო 2 გადიოდა საქართველოზე ის რაც ლონდონს მაშინ სოფლიო ლიდერს აკავშირებდა ბომბეისთან და შემდეგ უკვე ავსტრალიამდე ჩავიდა ეს ხაზი ანუ საქართველოს და რო გავაგრძელოთ ეხლა აღარაფერს ვამბობ სამხედრო თვალსაზრისით პირველ სოფლიო ომში მონაწილეობდა 200,000-ზე მეტი ქართველი. აქედან მსხვერპლი იყო ალბათ 140,000-მდე, მაგრამ ბრიტანელების აღწერით შემიძლია გითხრათ, საქართველოს ყავდა 65,000-მდე სამხედრო, პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე 1920 წელს და აქედან იყო 15,000-ზე მეტი ოფიცერი. 23 წმინდა გიორგის კავალერი გენერალი, ანუ ეს არის უმაღლესი კატეგორია. ეს რო შევადაროთ რა, ერთ ბაჟად რო კაც კონდეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაც და რა ვიცი, ზედამატებული ალბათ გამარჯვების ორდენიც. აი, დაახლოებით ესეთი კატეგორიის 23 გენერალი ყავდა. მეორე მხარეა, შენ ამას იყენებ თუ არ იყენებ. რეალურად ამ გენერალიტეტის, აი ამ სამხედრო ოფიცრების უდიდესი პროცენტი 1921 წლის თებერვალში ჩვენს არმიაში ამსახურებდა. საერთოდ ჯორდანიამ დაითხოვა და გააუქმა კავალერია 20 წელს. ამ ჭირდება. არადა საქართველოში კავალერია 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს ვიდრე ტანკი, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ თაგორიანი რა ქვია, ლანდშაფტი გვაქვს, სადაც ეს ძალიან მაგრამ მუშაობს და სხვა შორის ცოტა ისტორიას რო ჩახედოს კაცმა, გაიხსენებდა რომ ტანკები არ აქვს საბჭოთა კავშირის და არც თქვა ტექნიკა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის კავკასიის ბრძოლებში გადამწყვეტი როლი სხვათა შორის ვირების, ჯორების და კოლმეურნეობის, რა ქვია, ამბებს გადარჩენილი კავალერიის. ხო, ნუ ლოჯისტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია. აი ამ თვალსაზრისით. მან იყო შემდეგი მომენტები. სად დღევანდელი რუსეთი, ანა ვთქვათ, სტალინის პერიოდის რუსეთი და სად 1921 წლის რუსეთი, რომელსაც რეალურად პროფესიული არმია როგორც ასეთი არ ყავდა. საქართველო არ გამოიყენა. ავიაცია რო ავიღოთ, 110 თვითმფრინავი ყავდა, მაშინ საქართველოს მათ შორის 10 იყო იტალიური, აი დღეს სტელსის დონის თვითმფრინავი რო ყავდეს. ტანკები, რამდენჯერმე აჭარბებდა ტანკებით. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების იმ კავკასიის ფრონტს, რომელიც ხოჭოს მარტო მე-11 არმია არ გვიტევდა, ჩვენ გვიტევდა მე-11 მე-9 არმია და ასევე ეს ერთგვარი კორპუსი, რომელიც მამისონისა და რა ქვია, ხაზბეგის მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ მათ ტექნიკის ნაკლებობა ჰქონდათ. და შენ ეს ტექნიკა ჰქონდა. სხვა ამბავია გამოიყენე თუ არა. საწვავი ვერ იპოვეს ამისთვის. საწვავი ქვეყანამ, რომელიც იყო ნავთობის ერთ-ერთი მთავარი გამტარი იმ დროინდელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ დეტალებს შევეხოთ, ხა 21-25. თბილისი ისე დატოვა ჟორდანიამ და ისე გაიქცა კურდღელივით. რა ქვია, კურდღელ კვინიტაძესთან ერთად და კვინიტაძე ჩემი აზრით თაცბინე ჩამოსაგორებელია. იმიტომ რომ დავარსარდალი, რომელიც ბრძოლის გარეშე დედაქალაქს დატოვებს, ის არის მოღალატე. მით უმეტე, მაგი მაშინვე უთხრა, რა ქვია, ოდიშელიძემ წინა დღეს, რომ შერაგინაო ბოროდინო მოსკოვი გაითამაშო, თბილისის მცხეთის მონაკვეთზეო. მე მცხეთაში არ გაუჩერებია მატარებელი. და თბილისის ალყაში მოქცევის შანსი რუსებს არ ჰქონდათ, იმიტომ რომ თბილისი რო ალყაში მოაქცევი მილიონიანი არმია გჭირდება და არა 10-15,000 ჯარისკაცი. ამას არ ეყოფა. მეორე მხარე იყო მათ. ამათ არ ჰქონდათ არც იდეოლოგიური პატრიოტიზმი სოციალ-დემოკრატებს და არც სხვათა შორის საკმაოდ გადაგვარებულ კვინიტაძეს, რომელიც ისე მოკვდა ქართული ვერ ისაუბრა. სხვათა შორის ჩვენ აი ეთერამდე ვლაპარაკობდით და მე ვახსენე რომ ძალიან ისეთი შტამბეშტავი და დამაჯერებელი ის წიგნი, ის ბროშურა უბრალოდ რაც გამოიცა 90-იან წლებში და რაც ეხება კვინიტაძის პასუხს. იყო ძალიან სერიოზული მწვავე ურთიერთობა ჰქონდათ საფრანგეთში, უბრალოდ ურთიერთობა არ ჰქონდათ და ეს არის მთელი აი რას თქვენ გაახმიანეთ ბრალდებების სავსე მთელი რიგი არგუმენტაციით, რატომ ვერ მოხერხდა თბილისის დაცვა, სად იყო პრობლემა. უბრალოდ იტყუება. ხო, ყოველ შემთხვევაში აი ეხლა მე ის ცდილობს ახსენს პირდაპირ გეტყვით რა. ამაზე მე თვითონ გენშტაბში მუშაობდი და რა ქვია პირველი კლასი ვჩელის პოლკოვნიკის რანგი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობდი ავნებდი. მაგისი ვერსია რომ ავჭალიდან თქვა წრეს დაარტყამდა ეკამდე მანგლისამდე თბილისს ალყაში მოიქცებს ვინმე ამას ჭირდება მილიონიანი არმია. ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. მეორე, როდესაც ქალაქში იჭრება მტერი, 5-ჯერ მეტი ძალა უნდა ყავდეს ვიდრე მის დამცველს. იმიტომ რომ შენ სახს იცავ, შენი მოსახლეობა გეხმარება. ამას ეს აიგნორებს ამ ფაქტორს, ქალაქის ბრძოლების ფაქტორს. მესამე არგუმენტი,
მან მობილიზაცია არ გამოაცხადა. და ქალაქს იცავდნენ მოხალისეები, მათ შორის ნაწილი. უნდა ერთი კაცი წავნიშნოს, სხვა შორის ოფიცერი გვარდიის და რო ამბობენ, რომ ეხა ვინც გაიქცა გმირებად რო გამოგვიცხადეს ზოგ-ზოგი ერთები. აქაც დარჩენ. იმ ოფიცერმა, კაპიტანმა ხელი დაკარგა ფაქტობრივად, ვერ იყენებდა ხელს, გმირულად იბრძოდა, უბრალოდ შემთხვევით გადაურჩა. არასოდეს ჩეკას არქივს გავეცნო და ვნახავთ, არასოდეს არუთანამშრომლი არავინ არ დაუბეზღებია. და ქართული ბოტანიკური მეცნიერების მამამთავარი ნიკო კეცხოველი ეს გმირი ოფიცერი. რატომღაც არ ვიხსენებთ გმირ ნიკო კეცხოველს, რომელიც კვინიტაძის გავსად ყურდღელივით არ გაიქცა და დარჩა. არ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, იგივე სტეფანე ახმეტელს, რომელიც დარჩა და დაიხურა და ძალიან მათ შორის დარჩა კაცი გენერალი დაარსა ტექნიკური უნივერსიტეტი, რაც იყო ბენაშვილი, მერე დაიხურა. იმათ რატომღაც არ ვიხსენებთ. იმ ფანტასტიკური დონის და ამ კაცს აი რაზე ვლაპარაკობთ, იქ რუსულ საიმპერატორო საზოგადოებაში იყო გაწევრიანებული და რუსული არმიის საიმპერიო არმიის ოფიცერთან ერთად აღნიშნავდა ზეიმებს და ისე ჩაძაღდა ქართული ვერ ისწავლა. იმას მე როგორ დაუჯერო, რომ რასაც ის არგუმენტებს გვაწუდის, რომ რაიმე სიმართლე. კაცმა წინა დღეს კი არა, იმ დღეს როცა დაინიშნა მთავარსარდლა, ცოლს დეპეშა გაუგზავნა. და აგერ ჯაბა სამუშია აღმოაჩინა თქვა ეს მასალა რომ მოემზადე გასაქცევად შედალოცულო თავში გაქცევა მოკლედ ეს ჩვენ ჩავდივართ ისეთ ისტორიული ფაქტების 1921 წელს ჩვენ შეგვეძლო რომ არ დავცემულიყავით სხვა თემაა მე შევინარჩუნებდი თუ არა მაგრამ მინიმუმ ვიტყვი რამდენიმე რამეს 1921 წელს ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთის რო კარი არ გაიღო რა ოსმალეთი ატათურქისთვის რომელს დეიური არ აღიარებული იყო და უომრად არ დაევთმო ის ტერიტორიები თუ მაინც გაქცევას აპირებდნენ ხო შემთხვევაში საბჭოთა კავშირში საქართველოს ტავკალაჯეთის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდებოდა და დღეს მოკლედ ამაზე დავა რა თქმა უნდა ამ ფაქტებში შეიძლება ძალიან ბევრი იქ ბევრი არგუმენტი უწერია გენერალ კვინიტაძეს ბევრი რაღაცა ის ძალიან ლოგიკურად გამართული ეს არის აი სწორედ სამაშ საქმე იმაში რომ ეს არის ისტორიკოსთა მსჯელობის თუ კამათის საგანი ამიტომაც მე ამ შემთხვევაში არ შემოვალ ამ პროფესიულ იმიტომ რომ მსმენელისთვის ეს იქნება ძალიან ისეთი ზედმეტი დეტალიზაცია აქ სწორედ ამაზე მინდა აქცენტის გაკეთება რას ნიშნავს მთელი ამ ფაქტების განსხვავებული მოსაზრებები არსებობს შეფასება მე მაგალითად იგივენაირად არ მჯერა რომ შეიძლებოდა რაღაცნაირად თუნდაც ბალტიისპირეთის მსგავსად 1940 წლამდე რომელიც არ ითოლებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და მე როცა შეიერთა სტალინმა მაშინაც დასავლეთი არ ცნობდა მას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეუძლებელი იყო დაცემული ბაქოს დაცემული ერევნის და აი ამ პირობებში საქართველოს გადარჩენება იმ ღამეს როდესაც ჟორდანია მოხსნა ფრონტი ერევანი დაკარგეს ბოლშევიკებმა კაცმა არ იცის კიდე როგორ განვითარდებოდა მოვლენა. მთავარი არის ბაქო. მეცაც გეტყვით, სხვა. იმიტომ რომ წყარო ნავთობის ბაქოა. მესმის, მაგრამ სხვა რამესაც ვიტყვი, იმას ევაჭრებოდი რუსეთს და ჯერ კიდევ სტალინი არ იყო საბჭოთა კავშირის სათავეში. და კაცმა არ იცის საქართველოს გარეშე სტალინი მოვიდოდა თუ არა საბჭოთა კავშირის სათავეში და ტროცკი რო დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის სათავეში შეიძლება 30-იან წლებამდე ვერ მიაღწია. ერთ-ერთი სხვა შორის დღეს სერგო ვარდოსაინძემ ისტორიკოსმა დადო პატარა ამონარიდი მემუარები ნიკიტა თალაკვაძის იყო დეკანოზი მემუარებიდან პატარა ნაწყვეტია მაგრამ ხლიანად არ წავიკითხავ და ამდენიმე წინადადებას წავიკითხავ რასაც წერს დეკანოზი ნიკიტა 1921 წლის 5 თებერვალს ქალაქში დიდი შიშიანობა მოელიან ქალაქის აკლებას ქალების გაუპატიურებას ხალხის ამოჟუჟვას მთელი ღამე არ გვიძინია თენდება რიჟრაზე გამოვედი ანჩისხატის ეზოში გადამდგა რაიონს და გადავხედე ციციანოვის აღმართს გავიდა ცოტა ხანი მოისმა რაღაც ზმუილი ეგ მენშევიკების აეროპლანები ახმაურდნენ და გაჯავრებულ ყრაზანებივით ბზულით გაემართნენ ავჭალისკენ გაფრინდნენ ქალაქიდან კარგად გათენდა შემდეგ არის ლაპარაკი როგორ შემოდის მთელი არმია უკვე ქალაქში სერგო ორჯონიკიძე მამია ორახეშვილაშვილი ბუდუმ დივანი ფილიპე მახარაძე ესაცოდავები შალვა ელიავა მიხეილ კუჯავა ლადო დუმბაძე ალექსანდრე გეგეჭკორი ბესარიონ კვირკველია ისინი ვერ გზნობენ თუ რა ღალატში იღებენ მონაწილეობას ანუ ეს არის იმ ადამიანის შთაბეჭდილება რომელიც იმავე დღეს თქვათ მან ჩაიწერა და აღიქვა აი ჩემი ყურადღება მიიქცია იმან რომ თქვათ ის აი ამ ესკადრილიას
თვითმფრინავებს? რატო ეძახის მენშევიკების თვითმფრინავებს? ეს ხო ქართული ჯარია. რატომ არის აი მოლოდინი რომ ქალაქს აიკლებენ? შემდეგ განიკითხავს ქართველებს. აი როგორი იყო აღქმა მაშინ? ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთია ისტორიკოსთა შემდეგ უკვე მასალებზე, წყაროებზე, ფაქტებზე გაკეთებული შეფასებები და ცოტა ისეთი გეოპოლიტიკური შეფასებები, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დამოუკიდებელი რამდენად იყო მაშინ შეგრძნება, რომ აი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამის შესაძლებლობა და ჩვენ ამას ვკარგავთ და ამიტომ თელმა ხალხმა უნდა იომოს. ჩვენ ზუსტად ვიცით ერთი ადამიანი, ძალიან ნორჩი, მარო მაყაშვილი, რომელიც ამ იდეით დაიღუპა, ხო, თავის დამოუკიდებლობის და რომლის დღიურით სავსეა კრიტიკით, იგივე თუნდაც ხელისუფლების და არაერთი მიმართულებით, ხო, იქ შესაძლოა მარტო იმ ნაწყვეტებს იღებენ, რაც მოწონთ ხოლმე. აი ინსტრუმენტალიზაციაზე როცა ვლაპარაკობ მე პოლიტიკური მიზნებით ამას გულისხმობ, თორე იქ უამრავი ისეთი პასაჟი წერია, რომელიც არავინ არ გაიხსენებს. რუსი გავიდა, გერმანელი შემოვიდა, ამისთვის კი არ ვებრძოლი. ხო, ამიტომ ვიღაცა როცა იწყება ომი, ვიღაცა დგება მართლა გულწრფელად, ის კვდება იმას არჩევანი არ აქვს, ის იბრძვის და არანაირი სხვაობა ამ მხრივ არ არის. უამრავიუსახელო გმირი არსებობს და სახელიანებიც, რომელიც ისტორიამ სხვადასხვა ფაქტორის გამო შემოგვინახა. ხო, ესეთი იყო გიორგი ანწუხელიძეს ხვები და 2008 წლის ომი იქნება, აფხაზეთის ომი იქნება თუ მანამდე. ესეთი გმირები ყოველთვის ამ ქვეყანაში არსებობენ და არასდროს ეს არ გაწყდება. მაგრამ თლიანობაში აღქმა მოსახლეობის მხრიდან ეს არის შიდა დაპირისპირება მენშევიკურ ბოლშევიკური რამდენად ძლავრია შეგრძნება რომ დამოუკიდებელ ქვეყანას ვკარგავთ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ კატეგორიას რომელსაც სასულიერო პირი ეკუთვნოდა არანაირად არ ქონდათ ის განცდა რომ ესენი იყვნენ პატრიოტები და გეტყვით რა შესახებ საქართველოს პატრიოტული ძალების მაორგანიზებელი ბირთვი ძალა იყო წმინდა ილემართა ლილია ჭავჭავაძე ხალხი ვის კი არა თაობაც კი წამოვიდა მე 1907 წელს მე დაბადებული ამაზე სხვა დრო შეგვიძლია ვლაპარაკოთ ილიისტებს ეძახდნენ თავიანთ თავს კაფეოთ ილიისტებს ეს ვიღაცები არ ეძახდნენ თავს ამას მაგრამ მოდი უწოდოთ ილიისტები ხო ვისაც მიაჩნდა რომ აი ქართული ეროვნულის აღორძინება და წინ წამოწევა ესეთი ადამიანებისთვის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე სოცდეკები და ეს ბოლშევიკებზე მეტად კიდე მენშევიკები აბსოლუტურად არ იყო მისაღები და არა იმიტომ მარტო რომ თქვა ეჩმიტანილნი იყვნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ორ-სამ ფაქტს ვიტყვი რა პირველი ეს ხალხი კარლო ჩხეიძე იყო რუსეთის პირველი რეალურად ჩვენიანით ვთქვათ პრეზიდენტი პეტროგრადის ცაკის პირველი თავმჯდომარე ჯერ შატა ჯაისკაზე პეტროგრადის და მერე სრულად რუსეთის ცაკის პირველი თავმჯდომარე მეორე ამ ხალხმა 1918 წლის იანვარში გაიმარჯვა ან მიიღო მონაწილეობა და გახდნენ რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრები. ანუ ოქტომბერ-ნოემბერში მიიღეს მონაწილეობა. რა იყო სეიმი ამიერკავკასიის, ხო? რომელიც სეიმიც იყო იქ რუსეთის დამფუძნებელ კრებაში გასულ ადამიანთა საკრებულო. ამ სეიმს ოსმალეთისა და გერმანიის ძალის ხმევ და მოთხოვნით რომ როდესაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დაბრუნება რა ქვია მიერ რუსებისგან გადაცემული მიწებს თხოვდა თურქეთი და სალაპარაკო სუბიექტად ქცეულიყვნენ ძალით გამოაცხადებინეს ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ სეიმს და მერე იგივე პერსონებს ძალით გამოაცხადებინეს საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს და ყველამ გავიხსენოთ აი ამას რატო ვივიწყებთ ჟორდანიას სეფე სიტყვა რომელიც ესე იწყება 18 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანი ამბობს ესეთ რამეს. დღეს არის უბედური დღე და ბედნიერი დღეც. უბედური იმიტომ რომ იშლება ერთი სახელმწიფო, ბედნიერი იმიტომ რომ იბადება ერთ სახელმწიფო, მაგრამ პირობას ვდებ, რომ თუ კი რუსეთში აღდგება დემოკრატია, დაუბრუნდები დიდ რუსულ დემოკრატიულ ოჯახს. და ამის მერე დამოუკიდებლობას ვაცხადებენ. ნიკო ნიკოლაძიძიშვილი ხო გასაგებია და გიორგი წერეთლიშვილი, მაგრამ და ქართველი ხო წარმოშობით თითქოს ცნობილი კაკი ირაკლი წერეთელი ყვირის რას ჩადიხართ ქართულად ვიტყვი ღუპავთ რუსულ დემოკრატიას თუ დამოუკიდებლობის გამო ცხადებით და გლოვობს გოდებს რომ რუსეთის დემოკრატია ეყუპება თვალსაჩინო ქართველი სოციალ-დემოკრატები თუ გამოაკლდება თალაკვაძეს როგორ უნდა ქონოდა ის განცდა რომ მენშევიკები იყვნენ ქართველი პატრიოტები რა გააკეთეს ქართული პატრიოტული თემისთვის ხო მაგრამ თუმცა იქვე წერს რომ ანუ ეს ხალხი ეს ბოლშევიკები რომლებიც არა ბოლშევიკებზე გეტყვით ბოლშევიკები უბედური იმითოა სხვათა შორის და აი აქ ძალიან საინტერესო რამეა რა ქვია რომ
მონაწილეობას იღებს, აქ მახსენდება ეზეკიელის ერთი თავი, რომ უფალი რო ამბობს, რომ მე ამოწყვეთ ისრაელს, იმიტომ რომ ეს ცოდა, მე ვთქვი, მე არის ესეთი რა მიუტევებ ბაბილონელებსაც, ასურელებსაც, ხვას, რომ თქვა ჩემ ბრძანება შეასრულეს, მაგრამ ავღგვი მიპირისაგან მიცისა ედომის, ესავის მოდგმას, ედომს, იმიტომ რომ მიუხედავად ჩემ ბრძანებისა, ძმა იყო ის და მას არ უნდა დაეღვარა ძმის სისხლი. როდესაც ქართველი ესურის ქართველს, ის ამას ვერ მოიწმენს. აი ეს ამით თუ ეს უბედური ხვდებით, თორე მეორე მხრივ მოვიდნენ თუ არა ბოლშევიკები, მოდი ესეც გავიხსენოთ, მან ჩამოთვლილი ვაჟბატონები შეეკრნენ მერე ტროცკის, აი ზუსტად ეგ პერსონები ორჯონიკიძის გარდა და ნაციონალურ კოლონისტებად იქცნენ. რატომ? იმიტომ რომ მათ უნდათ გაწითლებული საქართველო, მაგრამ მათ არ უნდათ არც ამიერკავკასიის ფედერაციაში და კაცმარო თქვას, არც საბჭოთა კავშირში. ძალიან მოწონდა დამოუკიდებელი საქართველო რო ყოფილიყო, ნუ თუნდაც რუსეთის პარტნიორი, on დამოუკიდებელი. იმიტომ რომ საქართველოს უკვე დე იურე აღიარებები ქონდა მიღებული 21 წლის იანვარში. და იქამდე მივიდე რომ ცნობილი ლენინის, ცნობილი ის არის ტროცკის როწეს წერილს, რომ ხარს უჭერს ამათ სტალინს წინააღმდეგ, სხვათა შორის ზოგს გონია რომ სტალინი ლენის ერთგული მოწაფე იყო და ავიწყდებათ რომ ინსულტი რო არ მიეღო, ბოლო ინსულტს გულისხმობ. ყველა გონზე რომ მოვიდა სხვათა შორის 22 წლის მაისიდან შემოდგომამდე გონება ქონდა დაკარგული და რო ნახა რომ სტალინს ქონდა აღებული ძალაუფლება უკვე სერიოზულად. პირდაპირ ჯვაროსნული ომიც დაიწყო ლენინმა სტალინის წინააღმდეგ და აქ ამ ომში სტალინის წინააღმდეგ აი ეს ვაჟბატონები, ეს უბედურები ლენინის მხარეს აღმოჩნდნენ. ეგეც გასაწევია. სხვათა შორის, ოღონ მაგას მე პირიქით ვიხსენებ ხოლმე, რომ იმ დროს, როდესაც დღევანდელ ხრობელები გიყვებიან, რომ აი როგორ ქონდა დამოუკიდებელი ქვეყანა და შემდეგ ამათ გააწითლეს. ბევრი ისეთი ცოტა კოგნიტიური აშლილობა ახასიათებთ ხოლმე. ერთის მხრივ წევლიან ადამიანებს, აი ხა დეკანოზის არ იყოს, ვინც შემოვიდა საქართველოში, მაგრამ გადის 20 წელი და მე ამ ხალხს დაიტირებენ როგორც 37 წლის მსხვერპლად. და ის ხალხი ამ დროს თან, აი თქვენს მართებულად ახსენეთ, იბრძვის იმისთვის, რომ მეტი ავტონომია და დამოუკიდებლობა ქონდეს ქვეყანას და ეწინააღმდეგებიან. მაშინ სტალინის დოქტრინა იმ პერიოდში იყო, რომ ერთიანი რუსეთი ყოფილიყო რა რესპუბლიკა. აი გეტყვით, მან არის სულ სხვა რამ. სტალინმა შვენივრად იწოდა, რომ ეს გამორიცხული იყო და რატომ. აი ამაზე არის სწორი ანალიზი ჩასატარებელი. სტალინმა აი ამ პერიოდში, როდესაც ფედერაციის გეგმა წარმოადგინა, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ცალკე საუბარი და დღეს უკვე სათანადო დოკუმენტაცია არის გამოცემული, უკვე არის გამოქვეყნებული. რითიც ჩანს, რომ სტალინი უბრალოდ თამაშობს და რა შეეზაქმნა, ნახეთ. სტალინი ამ პერიოდში იკრებს არაებრაულ და რუსულ ბოლშევიკებს თავისი ფრთის ქვეშ. მათ შორის ეს იქნება მოლოტოვები და იგივე სხვათა შორის აქვია ბუხარინი და რიკოვი და ასე შემდეგ. მაგ პერიოდში აი ამ გამოსვლით და რატო აკეთებს და ზუსტად ეს ტყუილია და ბლეფია. იმიტომ რომ მზადდება პატივცემული ბჭყალებში ლენინი და ტროცკი ამზადებენ გერმანიის რევოლუციას. და ზუსტად 23-ში და უკიდურეს შემთხვევაში 24-ში ელოდებიან, რომ გერმანიაში დამყარდება საბჭოთა წყობა და უნდა მოხდეს. ეს დოკუმენტები არის წინ, გაერთიანება გერმანიისა და რუსეთის. მაგრამ რა ეგიდით? ზუსტად იციან, რომ რუსეთში გერმანია არ შემოვა, შეუძლებელია რუსეთი შევიდეს გერმანიაში და ამიტომ გარდაუვალია, რომ არსებობდეს საბჭოთა სოციალისტური, უბრალოდ როგორც ერქვა მაშინ, სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი, რომლის თანაწევრიც იქნება გერმანია. ეს არის რა გენერალური ხაზი. სტალინმა ეს იცის. აბა რაში ჭირდება ეს ფედერაციის გეგმა, რომელიც წინასწარ განწირულია. ჭირდება იმაში, რომ ყველა ნაციონალისტური ცეკას წევრისთვის ის გახდეს ერთადერთი ნათელი წერტილი და არა მარტო მათთვის. ნუ გვავიწყდება, ბატონებო, ნუ გვავიწყდება, რომ ამ პერიოდში ყოფილი მეფის ოფიცრობის 90% უკვე ბოლშევიკების ხარეს არის გადასული. საშუალო და დაბალი ფენა თითქმის მთლიანად. ესენი არიან რუსი პატრიოტები. სტალინის ფედერაციის გეგმა იბეწერება გაზეთში. ყოველი მათგანისთვის, აი ესეთი ტიპებისთვის, რომლებიც შემდგომში თქვა რა, აი ვთქვათ ვასილევსკები რო ავიღო და ძალიან ბევრი იგნაციევი იყო კაცი მეფის გენერალი და მე სტალინის პერიოდშიც გენერალი იყო. ამ ადამიანებისთვის სტალინი კუმირი ხდება.
ეს არის წმინდა პიარ სტალინი იყო წინვალე პიარში და პიარმენი და არაბითა აი ამ შემთხვევაში და იმიტომ კი არ აყვირდა აი მაშინ ეს პატივცემული დაჯგუფება რა ქვია ავტონომიზაციაზე რომ ვერ ხვდებოდნენ რა თამაში იყო არა პირადი ძალაუფლებისთვის პირადი ქულებისთვის და ვინაიდან ამ დროს უკვე ლენინის დაჯგუფება გზნობს სტალინისგან საფრთხეს აი საკუთარ თანამოწმეს კიცერში დანა გამოუწმეს ბუდუ მდივანი მამე ორახელაშვილი ეს ის კატეგორია რომელმაც როგორც მანამდე საკუთარი ძმაკაცები ნოე ჟორდანია ნოე რამიშვილი და ესენი გაწირეს ესენი ერთნი იყვნენ ოდესღაც ზუსტად ასევე მე ხელს ჭირდნენ სტალინს და მე რამდენიმე ანტისტალინო შეთქმულებაში მონაწილეობდნენ ეს დოკუმენტებიც არსებობს და გამოსაქვეყნებელი და საერთოდ ამ პერიოდის ისტორია თავდაპირველად აი რა დასაწერი ანუ უბედურება რა არის იცით ჩვენ გმირებად ყავს გამოცხადებული ხშირ შემთხვევაში მოღალატეები და საქართველოს გამოდამანგრეველ და სოფლის დამანგრეველ დემონებად ის ხალხი ვისაც საღიკონება ქონდა მაგრამ ერთში რაშიც თვალხმებით ალბათ ყველა მხარე არის რასაც გვემზანებთ რომ ანწუხელიძე ამბაკოს აღარაძე მარო მაყაშვილი აი ეს კაცები ეს გოგონები ქალბატონები უბრალოდ ღირსეული ადამიანები რომლებსაც აი მაპატიოს მაყურებელმა მაგრამ საერთოდ კინამცუდეს სიტყვა პირდაპირ ფეხებზე ეკიდათ მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც პირდაპირ ვიტყოდი ფეხებზე ეკიდათ რა ქვია ერთალიკაც და რუსეთის იმპერიაც მათთვის იყო ამოსავალი წერტილი საქართველოს დამოუკიდებლობა მაქსიმალურად დამოუკიდებლობა რამდენადაც შესაძლებელი იყო ქართული ენა ქართული კულტურა ქართული ფენომენი იმიტომ თუ შენ ენას ინარჩუნებ თუ შენ მეცნიერებას ანვითარებ თუ შენი ეკონომიკა ელემენტარულად ქართული ურთიერთობებია ხო საქართველოს ბევრჯერ უარესდღეშიც ყოფილა დღეს კი არა თუნდაც კომუნისტების პერიოდში რო იყო და გამოსულა მაგრამ შენ თუ ერთიანობა არ შენ თუ კულტურა არ აგაკ შენ თუ ქართულად ვერ მეტყველებ როგორც ვაჟბატონი კვინიტაძე ან თქვათ ბევრი ბოლშევიკებში უფრო ნაკლები იყო ეგეთი მაგრამ იქაც არსებობდნენ ეგეთები და იგივე ვალიკო ჯუღელი ქართულად ვერ წერდა იცით რა ეხა მე რო აი მარო მაყაშვილისთვის რითი იყო თქვათ გადაგვარებული ჟორდანია გადაგვარებულ და უშუალოდ მაგრამ მაყაშვილს ყავდა თვალსები 2 წლის პატარა ძმა ეს არის ცნობილი ქართველი მხატვარი შალვა მაყაშვილი რომელიც ძალიან სიმბოლურია რომ მან მე იცოცხლა ჩვეულებრივად იცხოვრა აქ საბჭოთა პერიოდში ის გარდაიცვალა ზუსტად 1990 წლის 28 ოქტომბერს 28 ოქტომბერი ეს არის საქართველოში აი იმ ცნობილი არჩევნების დღე როდესაც ბრალმა მოგიდა მოიგო არჩევნები საბჭოთა საქართველოში ხო და მე დაიწყო უკვე ზვიად გამსახურდია და ანუ ძალიან სიმბოლურია რომ ზუსტად იმ დღეს მოესწრო იმ დღეს გარდაიცვალა მარო მაყაშვილის ძმა რომელსაც 50 წლიანი კარიერა გაატარა საბჭოთა კავშირში დღეს უამრავი ადამიანია რომელიც თვლის რომ ეს ისტორია საერთოდ უნდა წაიშალოს და ეს უნდა გაქრეს და ჩვენ ვიღებთ ზუსტად ჩვენ ვიღებთ ზუსტად ბოლშევიკური მიდგომით დაწერილ ახალ ისტორიას. როდესაც რაღაცა ცუდი და გადასაგდები, უნდა მოხდეს რაღაცა. ცეკას მდივანი იყო ისიდორე დოლიძე, რომელმაც გადაარჩინა ქართული სამართლის ძეგლების უდიდესი ნაწილი. ეს ცნობილი ქართული სამართლის ძეგლები როგორ ატომეული. ზოგიერთი დღეს აღარ იარსებებდა. მან მოიწია. ფაქტობრივად საქართველოს ჯულის კანონი გადაარჩინა. იდეოლოგიის დარგში ცეკას მდივანმა რატო ვივიწყებთ ამას? ხო და ეხლა ყველა არაფერს არ ივიწყებს, მაგრამ არსებობს დამოკიდებულება, რომ არსებობს მხოლოდ ორი ფერი. ეს არის შავ-თეთრი. რაღაცა უნდა იყოს შავი, რაღაცა უნდა იყოს თეთრი. ის რომ ერთი და იგივე დროს ადამიანი შეიძლება იყოს სხვა პოზიციაზე, რაღაც კარგი გააკეთოს. ანუ მაგალითად 16 აყაიშვილმა შეინახა და უპატრონა განძს. ამას ეს ყველა მიცის, მაგრამ სტალინის როლი სიტყვაზე ეს დაბრუნებული იყო, ამაზე მოდი არ ვილაპარაკე. არა, რატო არ მაგრამ იმიტომ, რომ სტალინი იყო ცუდი კაცი. აი მე მენშევიკებმა ეს ქონება დააგირავეს და გაყიდეს. მორჩა, ის საფრანგეთის საკუთრება იყო. 16 აყაიშვილს უბრალოდ რო გერმანელებს არ წაეღოთ, ხო, აქცევდა მუდმივად ყურადღებას. აი რა ქვია, საცავის მცველმა რომ არ წაღებული იყო და გაფანტული იყო, თხოვა რომ გადაენახა. იმ სიტუაციაში საფრანგეთი რო არ იყო თორე. საფრანგეთი როგორც კი აღდგებოდა, ეს განძი იყო საფრანგეთის საკუთრება. დეგოლი რო იყო ჩამოფრენილი მოსკოვში, აი, როდესაც პარიზის გათავისუფლების შემდეგ, პირადად თხოვა სტალინმა
და პირადად სტალინს აჩუქა. მთელი ჩვენი ეროვნული საგანძური დეგოლმა აჩუქა იოსებ სტალინს. აი ეს არის ფაქტი. ხო, ანუ ამიტომ ვიძახე რომ ისტორია არის წინააღმდეგობრივი, იქ უამრავ რამეს შევხვდებით და არ შეიძლება ხო, არა, არ შეიძლება ისტორიის თანამედროვე კონიუნქტურაზე მორგებით მოყოლა და დაწერა. რაღაცა სულელური ისტორიკოსი აქტივისტების პლეიადა, რომელიც უნდა იდგეს ისტორიის სწორ და ნათელ მხარეს და აქედან უნდა წერდეს თითქოს ისტორია. ისტორია არის წარსული. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა. ეს არის ფაქტი. სპეკულაცია და ალტერნატიული ისტორიები არ არსებობს. რატო თქვი ჩვენ რო დავიწყოთ თუ შედარება, როგორ შეიძლება დღევანდელ იმ დამოუკიდებლობამ გამოცხადებიდან ვიძახი, ხო და აღიარებიდან გაძლო ერთი თვე. იანვრის მიწურულს იყო დეიური აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმებით რო ვთქვათ, ერთა ლიგის წევრი რამდენიმე ქვეყნისგან და თებერვლის ბოლოს თბილისს დაცემული იყო. დეიური აღიარებიდან საქართველოს დამოუკიდებლობის უკვე 34 წელზე მეტია გასული. და საერთოდ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წელი სრულდება. მოდი ვთქვათ. ეხლა ტერიტორიული განაკარგი თუ იმით თუ ამით მოდი ჯერ ამაზე შეტყვა. მეორე, ჩვენ და სამწუხაროდ, აი უბრალოდ ვიტყოდ, საქართველოს თანამედროვე პირობებში არანაირი მატერიალური, ეს ვთქვათ, არც ჭაბურღილები ქონდა, ნავთობის არანაირი მატერიალური ზურგი და რესურსი არ ქონდა იმისა, რომ რაც დღეს იყიდება მსოფლიოში ეს ქონოდა. თუ ამას ავამატებთ, რომ სამოქალაქო ომით და მე ერთმანეთი დავჭამე და კულტურა ძის დავეცით, ეს კიდე ცალკე ამზაობის თემა, ხო? არ ყავდა ჯარი. იმ დრო 56 წელს ქართული შენერთები, რომ პატივცემულმა ხრუშოვმა გააუქმა და ნუ გვავიწყდება, რომ სტალინის დროს ქართული დივიზიები არსებობდა და საერთოდ 1926 წლამდე საბჭოთა კავშირში იყო ორი წითელდროშოვანი არმია, ეს ერქვა. საბჭოთა კავშირის წითელდროშოვანი არმია და საქართველოს წითელდროშოვანი არმია. არც ერთ რესპუბლიკას არ ქონდა. ისიც ქონდა მიღწეული, რომ ესტონეთმა სოფლიურ ენად ესტონური ხო 91 წელს გამოაცხადა. და ჩვენ 78-ში დავტოვეთ კონსტიტუციაში ეს. მაგრამ დღეს როცა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, არაფერი აღარ ქონდა, მოდი ვიყოთ ობიექტურები. სამოქალაქო ომი დანგრეული თბილისი, არავით არის რესურსი დღეს, არც ნავთობს ვატარებთ, არც გაზი ქონდა, არც არა. და მიუხედავად ამისა, მოდით ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვარ. თქვენც, მეც, ჩვენ სხვათა შორის ყველანი ისინი, ვინც არ გაგვცეულ ვართ ამ წლებში. ვართ აქ იმათაც მადლობა, ვინც უცხოეთშია და გვინახავს და უშოთ ჩვენო ნათესაებს მეგობრებს, მე პირადად არავინ არ მინახავდა და ალბათ არც თქვენ და არც მიმიღემ, რას ვიძახ, ჩვენ ხომ მომიტანეთ ეს ქვეყანა. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის კატასტროფული სიტუაცია მთელ მსოფლიოში. რო არაფერი ესე 4 წლის წინ ჩვენმა ერთმა მეზობელმა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენ ტერიტორიები, დაძრა დაგები შეიყვანა, სადღაც ვერ წაიღო დედაქალაქი და მიდიან და ხოცავენ ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ხელის მოთმობის მეტი ამ ომზე არაფერი არ უნდათ, როგორც ეთყობა, სხვადასხვა მიმართულებით. ანუ დედამიწაზე არის განუკითხაობა. ხვდები და ამ პირობებში შეინარჩუნო დამოუკიდებლობა. მე ეს ვფიქრობ რა. დღეს საქართველოსთვის დიდგორის ტოპასია მშვიდობის შენარჩუნება. როგორც საგარეო, ისე საშინაო. ამას შევინარჩუნებთ და გენიალურ შედეგზე გავა ჩვენი ქვეყანა. ესე იგი 1921 წელს, როდესაც მოხდა საქართველოს გასაბჭოება და შემოვიდა რუსული არმია, მას მოუძღვნენ ქართველები, რომლებიც შემდეგ თქვენი თქმის არ იყოს აღმოჩნდნენ ნაციონალურ კოლონისტები და ისინი აქ სხვადასხვა ტიპის პროექტი ქონდათ საქართველოს შესახებ, ის იყო საბჭოთა ბოლშევიკების მიერ მართული, მაგრამ საქართველოს როგორც ცალკე ობიექტი, გარკვეული პატრიოტიზმი იმათაც გააჩნდათ. დღეს, როდესაც მართლაც და ამ ქვეყანამ შემდეგ უკვე სხვადასხვა გრადაციით იცხოვრა 70 წლის განმავლობაში, დღეს, როდესაც ჩვენ უკვე აგერ 34 წელია გვაქვს ეს დამოუკიდებლობა და რომელიც აი ამ პირობებში არის გასაფრთხილებელი, აქ თუ ვინმე შემოვა აქ წინ ქართველი აღარ გამოუძღვება, რომელიც აქ რაღაცას გაუფრთხილდება. ამ პირობებში ის რომ საჭირო არის ეს ერთსულოვნება და ის რაც გვაქვს ეს მონაპოვერი, რაც სხვათა შორის იყო ლოზუნგები ეროვნული მოძრაობის, ხო, რაც გვინდოდა რომ ქონოდა და ეს ყველაფერი რომ არსებობს, ამის გაფრთხილება ერთგვარად რაღაც არ ხდება და ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ არა, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი არ არის. დღეს საქართველოს თურმე არის ოკუპირებული და დღეს საქართველოს მართავს რუსეთი. ამას ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად ამ რიტორიკას და ამ რიტორიკით შემოუძღვნენ რუსეთს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ ის ბჭყალებში გმირული ომი რეალურად გმირებად შეწორული ადამიანებით
გმირული ომი, რომელიც იმ establishment-თან ისევე წააგო და დაკარგა კიდე მეტი ტერიტორია, როგორც მაშინდელმა ხელისუფლებამ. შეიძლება სხვა გზა არც იყო, უბრალოდ მე არ მჯერა ისე რომ რუსეთს მაშინ მე-20 საუკუნის დაწყებაში რამე გაუძლებდა ახლა საქართველოს ნაირ ქვეყანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ფაქტი. ისტორიაში რაღაცა ხდება, მე რიქ ალტერნატიული ისტორია აღარ არსებობს მე გეტყვით რა. როგორც მე მოხდა კიდე მჯერა რომ რატო არის ესეთი უდიერი დამოკიდებულება 2008-ში შეიძლებოდა უკეთესი შედეგის დასმა ომის წოდაწყებული თუ ომის თავიდან აცილება არ ხდება გაცილებით უკეთესი და 21 შეიძლებოდა მაგრამ არის ესეთი ფილმი რობერტ რედფორდის ლომები კრავთათვის როდესაც ის ამბობს კატასტროფაა როცა ლომებს კრავები მართავენ მე ესე ვიტყოდი საშინელებაა როცა ლომებს კურდღლები მართავენ უბედურება რა იყო იცით აი ეს ვაჟბატონი ციხეშიროზის ისიც კურდღელი იყო, ყველას დიდი მინუსი იყო. სააკაშვილიც კურდღელი იყო, ჟორდანიაც კურდღელი იყო. და ყველა ის ტიპი, ვინც უცხოეთის ან რაღაცა ძალის ამოფარებით ცდილობს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, არის კურდღელი. მნიშვნელობა არ აქვს ამერიკის თუ რუსეთის ამოფარებით ცდილობს ამას. და უბედურებაა, როდეს კურდღლები ლომებს მართავენ. რა შეეხება ქართველებს, ქართველი არის ლომების ერი. ქართველი არის ის ერი რომელსაც აი გაუძლია და ეს არ არის არავითარი პატონი. მთელი ევროპა რო ერთად შევკრიბოდა, მთელი დედამიწა. ვერავინ ვერ ჩამომითulis და ვერ დამისახელებს, ვინ მოიგერია და ზავი აიძულა თემურლენგს. ვინ არ გათათრდა ყიზილბაშების და ოსმალების მმართველობის პერიოდში, კი არა ფაქტობრივად არ შემოუშვია. ვინ გაუძლო ისე რუსეთის, თქვათ, განსაკუთრებით იმპერიის პერიოდში წირვალოც არ აუგზავნოთ ბატონჩემო არც ბალტიისპირეთში, არც მუსულმანებისთვის. 100 წელი წირვალოცო ქონდა აკრძალული და იყო პერიოდი ქართულად მეტყველება და წერა იყო აკრძალული. და ზუსტად მაგ პერიოდში ვაჟა-ფშაველა დავბადეთ. ზუსტად მაგ პერიოდში ილია დავბადეთ. ეს არის ერი ფენიქსი. ეს არის ერი, რომელსაც ვერაფერი ვერ გადააბეჭდებს, იმიტომ რომ ღვთისმშობლის სიყვარული. უბრალოდ არის ერთი რამ უბედურება. ამ ერს არ უნდა ყავდეს სათავეში კურდღლები. დიპლომატი კურდღელს არ ნიშნავს. ფრთხილი პოლიტიკოსი, იმიტომ ყველაზე ფრთხილი ცხოველი სხვათა შორის გავახსენებ, მაყურებელს, მგელია. ზომა იცის, აი ცნობილი ფაქტია, ყველაზე ფრთხილი ცხოველი. აქ არ შეიძლება რა, ის რასაც თქვა და ჟორდანიას მთავრობის ეგ იყო და ყველაზე მთავარი რო არ იყო კურდღელი რა საჭირო, უნდა გიყვარდეს ეს მიწა. უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა. შენი ქვეყნის შემოქმედ ადამიანებს ჩარეცხილებს არ უნდა ეძახდე. იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა ზურგით მოიტანეს, რა ქვია, ჩვენი ერი და ჩვენი კულტურა, უნდა უფრთხილდებოდეთ. თუმცა დღესაც იგივეა გასაკეთებელი. ნუ უნებლიეთ და ნებსი ტრის წისქულზე არ უნდა ვასხამდეთ წყალს, ხო? რა არის ქართველი, რა არის ნებისმიერი ერი? ერი არის კულტურა. ერი არის კულტურა. და კულტურის პატრონობა, ხო? და მოდით რა, ეგ იყო რა მინუსი და უბედურება ყოველთვის. და დღევანდელ დღეს, რატო ვიძახი? გამოთქმა ქართული საცა არასჯობს, კაცლას ჯობს, კარგისა ვაჟკაცისაგან, ხო? ის ომი, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს დღეს, ჩვენი ომი არ არის. არ არის და მე ჯერ მithქვამს, იმიტომ რომ ხრუშჩოვი უკრაინელი იყო თქვა წარმოშობით, ბრეჟნევი უკრაინელი იყო წარმოშობით. ერთმანეთს ხოცავენ, გუშინ ძმები იყვნენ. გასაგებია, ალბათ დიდი ალბათობით ჩვენ უკრაინის არ მარცხი გვაწყობს ყველა შემთხვევაში და გამარჯვება, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის რა, საქართველოს მაქსიმალური ხერით გადარჩეს. პირადად ჩემთვის არ არსებობს არც დემოკრატია, არც ლიბერალობა, არც ნაციონალიზმი, არც არავითარი იზმი და ის გარდა საქართველოსი. ერთადერთი ღირებულება არის რა, საქართველოს ქართული კულტურა, იესო ქრისტე. ღმერთი, ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა. აი ამის გადარჩენა, ყველაფერი და დანარჩენი, ყველაფერი არის მოგონილი, მოტანილი და კარგია რაც ემსახურება საქართველოს, ქართველი ერის, ქართული ენის და ქრისტიანულ ქართული სამყაროს ინტერესებს და რაც მას ეწინააღმდეგება, ყველაფერი ცუდია. აი ეს არის ჩემი პასუხი. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო სიმონ, აი ამ სტუმრობისთვის, შეფასებისთვის და რაღაცნაირად დღევანდელ დღეს ამ ყველაფრის თქმისთვის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უნდა განასხვავოთ. ჩვენ უკვე მართლა საკმარისი პერიოდი ვართ დამოუკიდებლები იმისათვის და საკმარისი მოვლენები, ალბათ ყველანაირი მოვლენა გავიარეთ, რაც შეიძლებოდა იმისათვის, რომ რაღაც ელემენტარულ ანაბანაში
გავერკვეთ და უბრალოდ აღარ იყოს რაღაცა ეს ფილმების სიუჟეტებად დანახული ხმლის ქნევა, არ ეგონოს ხალხს მხოლოდ გმირება. თუ გინდა რომ შედგეს სახელმწიფო, უნდა ქონდეს ინსტიტუცია, უნდა ქონდეს პოლიტიკა, უნდა აფასებდე შენ შესაძლებლობებს, უნდა აფასებდე რა ვითარება და რა პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის გარშემო, შეგეძლოს აქ ნავიგაცია და არ უნდა იყო ადვილად манипулირებადი, როდესაც უბრალოდ წინ გაგიგდებენ და კონკრეტულ ფუნქციას ვიღაცა მოგანიჭებს, რასაც ჭადრაკის ენაზე ქვია შეწირული პაიკი, ხო? პაიკი, რომელიც უკვე განწერულია, რომ ის უნდა დაიღუპოს, ხო? დაახლოებით რა. უცუდად ვიტყვი რა, რა პაიკიდან 6 კვდება. არავის პრეზერვატივად არ უნდა იქცე რა. თავი არავის არ უნდა გამოაყენებინა. ხო, ეს ცოტა ისეთი უხეში ნათქვამია, მაგრამ ეგრეა რა. დახვეწილადაც რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის გონიერება და პოლიტიკა. ჯერ კიდე იგივე თქვენ ახსენეთ ილია ჭავჭავაძე, ის იძახდა, რომ ხმლის დრო დამთავრდა, ეხლა არის საანგარიშოს დრო, ეხლა არის სიტყვის, ეხლა არის წერა-კითხვის და მოკლედ ცოდნის დრო. და ჩვენ ხედავთ კიდევაც, რომ დღეს უკვე ომიც კი მთლიანად უკვე ამაზე გადაეცა. თუ არა გაქვს ტექნოლოგია, არა გაქვს არაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა იმედი ვიქონიოთ ჩვენი ქვეყნის კეთილგონიურობების ისტორია გაარკვევს თავის გაკვეთილებს და შეისწავლის, სად რა როგორ იყო, ეს არის ისტორიკოსების საქმე, მაგრამ ისტორიით манипуляცია და თანამედროვე პოლიტიკურ დღის წესრიგში ინტეგრაცია სხვა კეთილსინდისერება ჭირდება. დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით, ხუჩაბათამდე.